ვიფასებო რომ თქვენ ხართ ღმერთის სახლში გავიხარეო როცა მითხრეს რომ შემიძლია მივიდე უფალთან იმიტომ ჯერ კიდე გვაქვს საშუალება ვიაროთ ტაძარში ვიფასებო დადგება დრო როცა აღარ იქნება ეს თავისუფლება ესმით ჩვენ გვახსოვს პანდემიის დროს არ გვიშვებდნენ შემდეგ ნება დაგვხდეს რამოდენიმე ადამიანს ღმერთი გვამზადებს რაღაცებისთვის ესმით ამიტომ უნდა ვიყოთ ძალიან მობილიზებული და ღმერთის სიტყვა გვეუბნება ბევრს ლაპარაკობს საშინაო სახლის ეკლესიებზე ეგრეთ წოდებულ უჯრედებზე უნდა გავაქტიურდეთ უჯრედებისთვის და ჩვენი სახლის კარი უნდა გავუხსნათ იესოს რომ აქ რომ შეგვიშალონ ხელი იქ ვერ შეგვიშლია ამენ ჰალელუია გაკურთხეთ იესოს სახელით ვინც განსაკუთრებით ჩოლი გზიდან მოგბრძანდით და მინდა დავიწყო ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზით რომელიც ძალიან გვიყვარს ჩვენ საქართველოში და ვფიქრობ მარტო ჩვენ სცენაზე ჟღერს ესე კარგად იმიტომ რომ ორიგინალები ხშირ შემთხვევაში არ ითარგმნება ხოლმე აგაშენა ღმერთმა მოგწონთ ეგ სიტყვა ჰალელუია უთხარი რამოდენიმე შენს გვერდით აგაშენა ღმერთმა კარგი სიტყვაა იცით რასთან არის ასოცირებული ვიფასებო ეს აშენებასთან და ალბათ გინახიათ გისწავლიათ გამოგიცდიათ თუ რა რთული პროცესია აშენება თუნდაც პატარა რაღაცის ძალიან ძნელი ამიტომ აქედან გამომდინარე არის ეს ფრაზა და ის მოიცავს მთლიან სისრულეს ამ აშენების არა რაღაც იცი არ წერია ან არ ვეუბნებით ერთმანეთს გაგარემონტოს ღმერთმა ევრო რემონტი გაგაკეთებიოს უფალმა შენს ორგანიზმში ამბობთ აგაშენა რაც სრულყოფილებაა ამენ და დღევანდელი სათაური აქედან გამომდინარე იმიტომ რომ მინდა რომ ხშირად გამოვიყენო ეს საოცარი ფრაზა და ჩვენც ერთმანეთს ვუთხრათ მუდმივად არის ის რომ აშენდე უნდა ღმერთში ჰალელუია დაშენდე უნდა ღმერთზე გინდა იმიტომ რომ ის არის ყველაზე საიმედო საფუძველი და საძირკველი ნებისმიერი შენობა ნაგებობა არის დაფუძნებული საძირკველზე ვიფასებო და რაც უფრო მასიური და მაღალია შენობა და უკვე ვიცით ჩვენ ცათამბჯენების თაობაზე ჩვენთანაც აკეთებენ მას მით უფრო ძალიან ღრმად უნდა ჩახვიდე ამოთხარო და უფრო დიდხანს უნდა დაყონდე რომ მასიური და დიდი საძირკველი გააკეთო არავინ არ ამბობს როდესაც ლამაზ შენობას უყურებს იმიტომ ყველა ეცდება რომ ეგ შენობა ლამაზად გამოიყურებოდეს როდესაც ხედავს მას არავინ არ ამბობს რომ დედა რა ლამაზი საძირკველია გითქვამთ ესე როდესაც სახლს უყურებთ ლამაზი ორნამენტებით რატომ იმიტომ რომ არ ჩანს საძირკველი ვიფასებო არადა ყველაზე მთავარი შენობაზე არის საძირკველი იმაზეა დამოკიდებული თუ როგორი შენობა იქნება და როგორ გაუძლებს ესმით იცით რომ ვიყოთ დარწმუნებული რომ არ იქნება მიწისძვრა არ იქნება ქარიშხალი არ იქნება დიდი თოვლი შარშარო იყო იმაზე დიდი ხო არავინ არ გააკეთებს და იმდენს არ დახარჯავს რაც იხარჯება საძირკველში და არავინ არ გადახურავს სახლს ესე კაპიტალურად ჩვეულებრივად დადგამს ამ სახლს ნუ ჩვენ ძალიან ესეთ დაბიო უბრალო რაღაცით გადახურავს მზემ რომ არ შეაწუხოს მაგრამ ჩვენ არა ვარ დაზღვეული და ყველანი ვეცდებით რომ გავაკეთოთ ძვირფასებო ძალიან მყარი სერიოზული საძირკველი იმიტომ რომ ხშირად საძირკველს უფრო მეტი მიაქვს და მეტი დანახარჯი აქვს ვიდრე ყველაფერ დანარჩენს ამენ იმიტომ რომ ყოველი შენობა აუცილებლად გამოიცდება და მე რა თქმა უნდა ეხლა არა ვარ პროფესიით თქვა არქიტექტორი დიზაინერი მშენებელი ინჟინერი მაგრამ მინდა გელაპარაკოთ იმაზე თუ უფალი რას ამბობს ამის თაობაზე
იმიტომ რომ უფლისგან არის, როდესაც ჩვენს ერში ერთმანეთს ესე ვეუბნებით. აგა შენა ღმერთმა. იმიტომ რომ ყველაზე ძლიერი მშენებელი, დიზაინერი, არქიტექტორი ეს არის ჩვენი უფალი. ამენ. ჰალელუია. მოდით ნახოთ ერთი ძალიან უბრალო სურათი, რომელიც ყველასათვის ცნობილია და ამოიცნობ. ნახეთ, როგორ კეთდება არმატურები, ძვირფასებო, იქსელება, იქსოვა ფუნდამენტი. რამოდენიმე მეტრის არის სიგანეზე, სიმაღლეში, სიღრმეში, მისი სიმყარის გამო. ურთულესი პროცესია. და რაც უფრო ძლიერი და დიდი უნდა აშენო, მით უფრო მაგრად უნდა შეკრა ეს ყველაფერი. აქ მილიმეტრებში არის ყველაფერი გათვლილი. მაგრამ ეს ძალიან შრომატევადი საქმე. შემდეგ არ ჩანს, ის იფარება. და არც უნდა ჩანდეს, რომ არ გაფუჭდეს. ამენ. და რა თქმა უნდა, ჩვენ პარალელებით გავაგზავნებთ დღეს გზას, რომ აი რაზე ვდგევართ. გესმით? რა არის ჩვენი საძირკველი, იმიტომ რომ თუ იმატა შენ ცხოვრებაში პრობლემებმა, თუ ირყევი და ესეთი პოზიციაც არსებობს ძვირფასებო ბიბლიაში, მერყევი ქრისტიანის, მერყევი ადამიანის, ეს არის იმიტომ რომ საძირკველი არ არის სწორი, რომელზეც დგეხარ. ჰალელუია. შენობა შედგება ძირითადად სამი ნაწილისგან, ძირითადად. ეს არის საძირკველი, რომელიც უხილავია და არ ჩანს. ეს არის მისი გარეგანი, ამენ, ანუ ფასადი და ეს არის მისი ინტერიერი, შიგნით, განლაგება. და ადამიანიც შედგება სამი ნაწილისაგან. ის არის სული, აქვს სამშვენველი და ცხოვრობს სხეულში. გესმით? ეგრე ვარ ძვირფასებო. იცით, ხორცი დროებითია, ის მიწისგან შეიქმნა და ისევ მიწად იქცევა, ამიტომ უნდა ვიცოდეთ ეს, მაგრამ მას პრეტენზია გააჩნია, რომ იყოს შენი ბატონი და მბრძანებელი, რაც დამღუპველია შენთვის. ის შენ მსახურად უნდა გამოიყენო. ჰალელუია. ამენ. ის არის ის, ესე ვთქვათ, ციხე, რომელშიც არის შენი სული გამოკეტილი, იმიტომ რომ მის გარეშე სული ვერ იქნება ამ მიწაზე. ამენ. ღმერთს სჭირდება, რომ სული დროებით იყოს სადღაც, რათა მოემზადოს მარადისობისთვის. და ღმერთმა გამოიგონა ჩვენი სხეული. როგორც კი ადამიანის სული ტოვებს სხეულს, აი მოდის სიკვდილი და შემდეგ ისევ მიწას უბრუნდება ის. ჰალელუია. ამიტომ ძვირფასებო ნახეთ, როგორ შეგვიძლია დღეს ჩვენ ეს უფრო ადვილი გასაგები რო იყოს დავყოთ. დავანაწილოთ. რა თქმა უნდა, შენობის სიძლიერე დამოკიდებულია მისი დაფარული ნაწილისგან. ის არის ძირითადი, რაც მთავარ დატვირთვას ღებულობს. ჰალელუია. შინაგანი ეს არის ხასიათი, ადამიანის თვისება, ნდომა, აი მე მინდა. ხშირ შემთხვევაში თუ იმას უსმენ, რა უნდა შენს ხორცს დაგაზიანებს. ხორცი უნდა იყოს მსახური, მონამორჩილი და რა უნდა შენს სულს იმის სამსახურში უნდა იდგეს და არა თუ რა უნდა შენს ხორცს, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით გრძნობები ჩვენი ხორცის, რომელიც შეიძლება აღმოჩნდეს დამოუკველი ადამიანისათვის და დაფარული. ეს არის შენი სინდისი, შენი პატიოსნება, შენი კეთილსინდისიერება, შენი სიწრფელე და შენი რწმენა. ეს ყოველთვის დაფარულია, არასოდეს არ ჩანს. არ ჩანს ადამიანში ის პატიოსანია თუ არა. შეიძლება აკეთოს რაღაც, ესმეთ, მაგრამ გაკეთებულს შემდეგ ამჩნევ. ის კეთილსინდისიერად არის გაკეთებული თუ ესე, მიგდებულად, ვალის მოხდით. ესმეთ, მთელი გულით არის გაკეთებული თუ რაღაც მოტივების გამო. ადამიანი ადვილად ახდენს დემონსტრირებას თავისი გარეგნობის. ეკლესიაში
ვინმე რომ შემოვიდეს სიტყვის დედა რა კარგი ეკლესია. თუ მართლა არის კარგი ეკლესია. ამენ. მაგრამ იცით ვინც არ გიცნობს, ამის ამბობ, ჰალელუია, რაღაცას აკონსპექტებ, რაღაცა გაიღებს ხვერპლი, ადამიანს ეუბნები რომ აგაშენა ღმერთმა, უთხარი აგაშენა ღმერთმა. ამენ. ადამიანი იტყვის რომ ნახე, კარგი ეკლესიაა. მაგრამ იცი, შენ იცი ძალიან კარგად და უფალმა უფრო მეტად, როგორი გულით და რა მოტივებით მოქმედებ. ადამიანმა შეიძლება გამოავლინოს თავისი სილამაზე. მოწესრიგდეს და ეკლესიაში უნდა მოდიოდეს მოწესრიგებული. ამენ. რომ იცი რომ არის კრებულის დღე. წინა საღამოს ცოტა ადრე უნდა დაიძინო, ახლა თუ ვინმე ძილს არ გაგიფრთხობს. ტელეფონი უნდა გათიშო. ამენ. თეთრად არ უნდა გაათენო, როცა მიდიხარ მეორე დღეს ეკლესიაში. ესეთი გამონაკვება თეთრად გავათენე. გაგიგონიათ? რომ აქ ფრიზელი და ფრთხილი იყო, რადგან ეშმაკი ქურდია ძვირფასებო. ამენ. და ძალიან ბევრს ქადაგებელი გონია დედიკო, რომელიც აკვანში გიწევს და იავნანას გიბერის და კარგად გძინავს ხოლმე. ამენ. ამიტომ შენ შეიძლება ლამაზად წარმოაჩინო თავი და თქვენ დედა რა ლამაზია. და მე მართლა ვარ აღფრთოვანებული თქვენი სილამაზით ძვირფასებო. ლამაზები ხართ. ამენ. ანუ კარგი გარეგნობაა. პროფილი, ამფასი, ფასადი. კარგია. მაგრამ იცით, ღმერთს ინტერიერი აინტერესებს, შიგნით რა ხდება. გესმით? შეიძლება ღიმილს აჩვენებდე, მაგრამ შიგნით იყოს რაღაც დარჩენილი. და ის დიდხანს ვერ დაიმალება. ამიტომ უმნიშვნელოვანესია. ამიტომ ადამიანი ავლენს რაღაცას, რომ შეიძლება ის არის კეთილსინდისიარე, პატიოსანი, მაგრამ საქმე დაამტკიცებს. ამენ. ჩვენი საქციელი იმას კი არ ამჟღავნებს ფაქტიურად, რომ ჩვენ გადარჩენილები ვართ. გადარჩენილები რომ ვართ, ამის შესაბამისად თუ როგორ ხარ გადარჩენილი, თავისუფალი და დახსნილი, მოქმედებ შენ. ამენ. ჰალელუია. ძეთ თუ კარგ საძირკველზე ხარ დაშენებული, ეს უკვე დაფარულს ეხება ჩვენს წვენას, ჩვენს სინდის. მაშინ ამდენ შეურაცხყოფაში შეძლებ და მოახერხებ მოითმინო. შეძლებ თავშეკავებას. ამენ. რატომ ვერ იკავებენ თავს? შეიძლება სხვას ასწავლო, რომ თავშეკავებული უნდა იყო, თავდაბალი უნდა იყო. ამენ. მაგრამ როდესაც სხვაზე ადვილია სწავლება, მაგრამ როდესაც შენ გეხება, როდესაც შენ გადიხარ ამ ქარცეცხლში, როგორ იქცევი? იმიტომ რომ თუ ვერ იკავებ თავს, თუ რისხვა მძლავრობს, ესმით? აღარაფერს ვამბობ ბილთ სიტყვაობაზე, იმიტომ რომ ენა დაუოკებელი ბოროტება, ეს ყველაფერი ხდება იმიტომ რომ ვერ ხარ სწორ და ძლიერ ნამდვილ საძირკველზე. გესმით? იმიტომ სწორ საძირკველზე აშენებული შენობა უძლებს შემოტევებს. ამენ. აი შარშან ძალიან დიდი თოვლის გამო ვიცით ხო? არ ვიცი ვინმე შეიძლება შინაურის ან მეზობელის სახლის დაზიანდა, ჩამოინგრა. იმიტომ შესაბამისად არ ქონდათ მოწყობილი. იმედოვნებდნენ რომ არ მოვა იმხელა თოვლი და რა თქმა უნდა ნაკლები დანახარჯით მოქმედებდნენ. არ ვიცით როდის რა მოხდება ძვირფასებო. და ეს წუთისოფელი ჩვენი სული ამ ციხეში, იმიტომაც არის წუთისოფელში, დროებითში, რომ გამოვიწვრთოთ, გავძლიერდეთ და მოვემზადოთ სასუფევლისთვის. უფრო დიდი გამოცდების წინაშე წავდგებით. ეს არაფერია, რაც დღემდე გავიარეთ. გესმით? უფრო, იცით, რაც უფრო კარგი და ბრწყინავი გამოხვიდე, მით უფრო ძლიერ ცეცხლში უნდა მოხვდე. გამოცდის ცეცხლში. ამენ? სამკაული რომ იყოს ძვირფასი, ის ბევრჯერ გადის აი ამ გამოცდას.
ცეცხლის გამოცდას. ჰალელუია. ძვირფასებო, ნახეთ. 1 კორინთელის 3:11-ში. არავის შეუძლია სხვა საძირკველი ჩაყაროს. გარდა იმისა, რაც უკვე ჩაყრილია და ეს არის იესო ქრისტე. უფალი არის ჩვენი საძირკველი. თუ ვართ უფალზე დაშენებული, მაშინ ძალიან ადვილად დაბდებით, თავს ვიკავებთ, ენას ვაჭერთ კბილს, ამენ, ვპატიობთ, ვიყვარს, ამენ, ვინანიებთ, მაინც გახარებული ვართ და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ვლინდება იმის მიხედვით, თუ ვისზე ხარ დაშენებული, იესო ქრისტეზე, თუ ცრუ იესო ქრისტეზე. ნამდვილად უფალზე, თუ ისე მოჩვენებით. ჭეშმარიტ მოწაფეობაზე, თუ რელიგიაზე. ამიტომ მინდა რომ დღეს ძალიან სერიოზულად შევაკეთოთ, შევარემონტოთ ჩვენი საძირკველი ძვირფასებო. გესმით? იმიტომ რომ როდესაც ფუჭდება საძირკველი, რატომ არის ის დაფარული, რომ ნაკლებად დაზიანდეს? ეცდებიან თუ ექვემდებარება რემონტს, შერემონტდეს. თუ არა და აღარ აქვს აზრი. საჭიროებს მაშინ დემონტაჟს, მთელი შენობა. როგორც საძირკველის გარეშე არ შენდება შენობა, ასევე ქრისტეს გარეშე არ არსებობს ძვირფასებო ქრისტიანობა. დღეს ძალიან ბევრი ქრისტიანია, მაგრამ ქრისტეს გარეშე. გესმით? ძალიან ბევრი. ადამიანს რო კითხო ის გეტყვის რომ ქრისტიანია. არც იცნობს ქრისტეს. ბიბლიაც არ აქვს. ურთიერთობაც არ აქვს. არ არის ქრისტეში. დღეს სად არის ქრისტე? ეკლესია მისი სხეულია ძვირფასებო, ეკლესიაში. და არა მხოლოდ ისე გავლით, მუდმივად, როგორც წინა მსახურებაზე გაჩვენეთ, ხო ადამიანის ორგანოები. ამენ. არც ერთი ორგანო შენში არ არის ეგოისტი და არ მუშაობს თავისთვის, ყველა სხვისთვის. ამენ. და საოცარია. გული არ ამბობს რომ მე სისხლზე ვარ პასუხისმგებელი და მარტო ჩემია ეს სისხლი. ის ყველა ორგანოს აწვდის სისხლს და ყველა ორგანო შედგება მილიონობით უჯრედისგან. ყველა უჯრედში მიდის სისხლი. და საოცარია. ამენ. იმიტომ რომ ის არ არის ეგოისტი, ის თავისთვის არ შრომობს, ის იღწვის ყველა დანარჩენისთვის. ჰალელუია. ჟანგბადი ყველა უჯრედში მიდის და იქიდან გამოაქვს ნახშირორჟანგი. ამენ. საკვები მიდის ყველა უჯრედში და იქიდან სისხლის მეშვეობით გამოდის ნარჩენები. ჰალელუია. თირკმელი ასუფთავებს, ღვიძლი ასუფთავებს ძვირფასებო ადამიანს. გესმით? და საოცრად არის შექმნილი. ამიტომ უწოდა უფალმა ეკლესიას სხეული. ჩვენ ერთმანეთისთვის უნდა ვიღწოდეთ. ესე არ არის ორგანიზმში თუ რომელიმე დაავადდა. ის არ არის ხელგამოწვდილი ჩემსკერო დამეხმაროს, ამიტომ მეც არ გავაკეთებ. არა, შენ აგრძელებ მაინც. ეს არის თვისება. ამიტომ ვინ არის ქრისტიანი? ვინც ქრისტეშია. გესმით? ვინც ქრისტეზეა დაშენებული, ვინც არის უფალში. ჰალელუია. ამენ. იესოს უამრავი ხალხი დაყვებოდა ძვირფასებო. 10,000-ობით. ის რომ ყოფილიყო ორიენტირებული რაოდენობაზე, იმაზე დიდი ეკლესია არავის არ ექნებოდა. მაგრამ ნახეთ, ხომ სულ კითხულობთ არა ბიბლიაში, უამრავი ხალხი დაყვებოდა, სადაც არ უნდა წასულიყო. დაინახავდნენ რომ იესო, ზოგჯერ იესოს ვერ ხედავდნენ, იმიტომ რომ ის მუდმივად უფალთან იყო. მოსწავლეები სადაც იყვნენ, ხალხი მიყვებოდა. ძალიან ბევრს რაოდენობა ახარებს. უფალს ახარებს თუ შენ იესოს მიმდევარი ხარ. ამენ. და არა ეკლესიის წევრი უბრალო. მაგრამ ვინ იყო ეს კატეგორია ხალხის?
იესო მიცოდა ყველა ადამიანის გულის მოტივი. ზოგი სასეიროთ მიყვებოდა. გესმენთ? ზოგი გამოსაცდელად. ზოგი აბა თუ შეეშლება რამე, ჩასაფრებული იყო. ხედავთ? ვინრისთვის? ზოგი რაღაც სარგებლისთვის. ზოგი განკურნებისთვის. ადამიანებს ხშირად ღმერთი იცით როგორ ახსენებს რომ ეკლესიაში უნდა მივიდეს. რაღაცას აატკიებს. განკურნე უფალო. ზოგი კურთხევისთვის და ასე შემდეგ. და 12-დანაც კი ერთმა კიდე მიატოვა უფალი და უღალატა. ამენ. იმიტომ რომ საჭიროა რა, არა რაღაც გაქრისტიანებას, რელიგია ამბობს, მოდი გავაქრისტიანოთ. სასაცილოა, ხო? ჩვენ კი არაო აჭარა უნდა გააქრისტიანოს მთელი საქართველო. იესომ თქვა, მოიმოწაფეთო ხალხი, გააქრისტიანეთო არსად არ წერია. ესმეთ? მოწაფე უნდა გახდე იესოს, მოსწავლე უნდა გახდე, მისი მიმდევარი უნდა გახდე, რომ იყო ქრისტიანი. ამენ. რაც გაძლევს საშუალებას იმისა, რომ იესო ქრისტეზე დაშენდე. ჰალელუია. მოდი უთხარი შეზგვერდით ვინც არის რომ აქ გაშენდა ღმერთმა. ამენ. თან გაუხარდება არ ჩაეძინება. ჰალელუია. თუ გინდა იყო ქრისტიანი, უნდა იყო ქრისტეს ნაირი. თუ გინდა იყო ქრისტიანი, გინდა? უნდა იყო ქრისტეს ნაირი. როგორიც ის იყო. ამენ. ანუ ყველა დანარჩენი არის რელიგია. იესოს არ უთქვამს რომ რიტუალები აღასრულე. ამას თუ აკეთებ, შეიძლება გახდები. ძალიან ბევრს წევრობა იცით როგორ წარმოუდგენია, ეს უნდა აკეთო, ეს არ უნდა აკეთო, არ უნდა აკეთო და გახდები წევრი. არა ძვირფასებო. შეიძლება ადამიანი ყველაფერს აკეთებდეს. მარხულობდეს, მეათეც იძლეოდეს, ბიბლიას კითხულობდეს და არ იყოს ქრისტეზე დაშენებული. გესმენთ? ეს შეიძლება. ჰალელუია. ნეტა მეც ვიყო, მეც დავდიოდე, მეც აქტიური ვიყო, მეც მქონდეს შემოსავალი რომ გავიღო. არა ძვირფასებო. რა თქმა უნდა, ქრისტეს გარეშე ვერ იქნები ქრისტიანი. ბიბლიის გარეშე ვერ იქნები, მაგრამ არც ის არის მართებული, რომ თუ მუდმივად აქ ხარ, ესე იგი ხარ მისი მოსწავლე. შენ იცი როგორ გახდე მისი მოსწავლე. ამენ. იმიტომ რომ ქრისტიანი ნიშნავს რას? შენ შედუღებული ხარ. ამენ. ესე ვთქვათ, დასვარკებული ხარ, შეწეპებული ხარ, შებათქაშებული ხარ, არეული ხარ მასთან, ერთი ნაწილი ხარ. ჰალელუია. მასზე ხარ. არ შორდება ერთმანეთს საძირკველი და შენობა. ამენ. შორდება? აღარ მომწონს ეს საძირკველი. წავედი სხვაგან. ან საძირკველი არ იტყვის რომ ეს შენობა აღარ მომწონს კაცო. მეუბნები შეცვალე ინტერიერი და არ ცვლის. ეხლა სხვანაირი სახურავია მოდაში, კრიშა. და როგორც გამონათქვამე, ხო კრიშა წავიდა. ჰალელუია. ძვირფასებო, ჩვენ უნდა ვიყოთ დაშენებული აბსოლუტურად და მთლიანად. საძირკველის ჩასაყრელად რა ხდება? უნდა ამოთხარო. ღრმად. საძირკველი არის ყველაზე შრომატევადი საქმე, ყველაზე ბინძური საქმე. ამენ. ყველაზე ოფლიანი საქმე, ტალახში, ცუდამინჩი, თუნდაც წვიმიან, თოვლიან, ან სიცხიან ამინჩი. შენ ხარ ქვემოთ ჩასული. ადვილია იცით აგურების დაწყობა, სუფთად გეყარ, გამხმარე გაძლევს აგურს, მომზადებულია და მორეულია ეს ბათქაში, ასწორებ რაღაც თარაზოთი, დაიღალე ჩამოждები. ეს უფრო ადვილი და სუფთა საქმეა, ვიდრე საძირკვლის კეთება. უფრო სწრაფად კეთდება. იცით, გაივლი, რაღაც თითქოს მობილიზებულია, ცოტა ხნის მერე გამოელუკე შენობა დგას.
მაგრამ ძალიან დიდი ხანი ჭირდება ძვირფასებო საძირკვლის გაკეთებას. ამენ. ამიტომ რა არის საჭირო? ეს ამოთხრა. აი ამ შრომატევადის საქმის გაწევა, დასვრა, მონანიება. გასმენთ? შენ დაბლდები, მიდიხარ სიბინძურეში. აი შეიძლება გითხას ვიღაცამ და რაღაცამ სირცხვილია კაცო. მან მოინანიოს, რატომ შენ? გასმენთ? იესომ ჯვარი ატარა. ჯვარცმა იყო საშინელესი სასჯელი მაშინდელ ეპოქაში. ვისაც ჯვარი ქონდა და მიქონდა ძვირფასებო ხალხი მიყვებოდა, დასცინოდა, ლანძღავდა, აგინებდა, აფურთხებდა. ეს იყო დემონსტრირება იმისა, რომ შენ ხარ საშინელი ბოროტმოქმედი. და ვისთვის გააკეთა ეს იესო? ჩვენთვის. ამენ. ფაქტურად ჯვრის ტარება ნიშნავდა რას? ეი, ხალხო, მე ვარ დამნაშავე. გესმენთ? არავინ არ იმართლებდა თავს, როდესაც ესეთი მძიმე ტვირთი ქონდა ზურგზე. და მიდიოდა, რომ შემდეგ ამ ჯვარზე აღესრულებინა. აღსრულებულიყო, გესმენთ? და ვისთვის გააკეთა ეს იესო? და უნდა გეხვეწოს უფალმა მოინანიე, როდესაც შეცდები? მიხვდით? ამიტომ იყო დასაწყისში რომ გითხარით, სიმღერა რო იყო, რა სიმღერა იყო მონანიება თუ პატიება, უფალმა მაპატიაო. როგორ შეიძლება ამას სერიოზულად უყურო? შენ უნდა დახტოდე სიხარულისგან, რომ გაქვს შანსი რომ უფალმა გაპატიოს. რომ არა ჯვარცმა არ იქნებოდა პატიება. რომ არა ჯვარცმა აზრი არ ექნებოდა შენს მონანიებას. დღეს აზრი აქვს შენს მონანიებას. უფალმა შეიძლება მიიღოს შენი მონანიება, იმიტომ რომ მან გადაიხადა ფასი, იმიტომ მონანიება არ არის უბრალო სიტყვა. ეს სერიოზული ფასის გადახდა. მონანიება ნიშნავს, რომ შენ უკვე მოკვდი, იმიტომ რომ იესო მოკვდა შენს ნაცვლად. იმიტომ მონანიება ეს არის. არა მხოლოდ განთავისუფლება ძვირფასებო. შენ აცნობიერებ თუ რა გააკეთა ღმერთმა. გესმენთ? იმიტომ რომ ცოდვა ღირს, სიკვდილი. ამენ. შენ ხო იცი, რასთანაც შეხება გაქვს თუ რა არის? ყველაფერი იცი. ამენ. სულსაც ამოვაგე რა ღირს იცი. ბრაზდები და წყინს რო ძვირდება? თუ გიხარია რო ძვირდება? შენ იცი რა ღირს ესათვის ტექნიკა. შენ იცი მგზავრობა რა ჟდება. ამენ. ყველაფერი იცი. ყველაფერს აქვს თავისი ფასი. 5 ლარი, 10 ლარი, 50 ლარი, 100 ლარი და ასე შემდეგ. ცოდვა იცით რა ღირს ძვირფასებო? სიკვდილი. აი რას ნიშნავს რომ გაქვს შანსი, რომ უფალმა გაპატიოს. ჰალელუია. ლუკას მე-14 თავის 3 მუხლი მინდა წაგიკითხოთ. ეს იწყება ესე რომ ძალიან ბევრი ხალხი დაყვებოდა იესოს. და უფალმა თქვა რომ თუ გინდა რომ გამოყვე მე, გინდა გაყვე მას. უნდა მოიძულო ყველა. რას ნიშნავს მოიძულო ძვირფასო? ესე იგი, ყველაზე მეტად უნდა გიყვარდეს იესო. ამას ნიშნავს რომ უნდა მოიძულო. იმიტომ თუ გინდა რომ ვინმე ძალიან გიყვარდეს, სხვა უნდა გძულდეს. ამენ. არ შეიძლება ისიც გიყვარდეს და ისიც ვერ შეძლებ. ვინც თავის ჯვარს არ იტვირთავს და ისე არ გამოყვება, ჩემი მოწაფე ვერ გახდება. რადგან რომელიმე თქვენგანმა რომ კოშკის აშენება მოინდომოს. განა თავდაპირველად არ დაждდება და არ იანგარიშებს იმ ფასს, რაც მის დასამთავრებლად იქნება საჭირო. ვინაიდან საძირკველს თუ ჩაყრის, მაგრამ ვერ დაამთავრებს. ყველა ვის დაინახავს დაცემას დაუწყებს. ადრე კომუნისტების დროს რამოდენიმე შენობას, მე მგონი ყველა ადგილზე, რომელიც არ იყო აშენებული, ეძახდნენ არ აშენდა. გაიგონიათ? არ ეშველა აშენება. დაიწყეს, იპარავდნენ ყველაფერს და დაინგრა ის წყობა. არ ვიცი შერჩათ თუ არა. მაგრამ იქ არ შერჩება არავის არაფერი ძვირფასო. ამენ. არანაირი ქურდობა ადამიანს აქ შეიძლება შერჩეს, მაგრამ იქ არ შერჩება. და ნახეთ უფალი რას ამბობს. ვიდრე დაიწყებ შენებას. გინდა აშენო ქრისტიანობა? დაფიქრდი.
თუ გინდა დაშენდე ქრისტეზე, იმიტომ ქრისტეს გარეშე ქრისტიანობა არ არსებობს. ამენ. და უნდა დაშენდე, იმიტომ ეს არის ერთადერთი საშუალება, რომ არ დაეცე და არ დაიღუპო, რომ გადარჩე. ამენ. და რომ მოხვდე უფალთან. იესომ თავი დაემდაბლა და გახდა ჩვენი საძირკველი. ამენ. იესო თუ საძირკველია, აი რატომ არ ჩანს დღეს ფიზიკურად ქრისტე ჩვენს გვერდით? რელიგია შეეცადა დაეხატა ქრისტე, რომ ხალხს ეთაყვანა მისდამი, მაგრამ ღმერთმა გვითხრა, რომ არ არის საჭირო დღეს, რომ ჩვენ ფიზიკურად ხედავდე ქრისტეს, ის დამალდა უფალმა. ამენ. ამიტომ წვენა არის საჭირო ამისთვის. გახსოვთ? კიდობანის აშენება რო უთხრა უფალმა მოსეს, ნოეს, ელეს გაუხარდა, მაგრამ ხო აღარ გიყვარს მოსე უკვე, დავითი გიყვარს. ნახეთ, რა მოხდებოდა? მოდი ცოტა ვიმსჯელოთ. რა მოხდებოდა ამ კიდობნის 120 წლის მშენებლობის დროს? ხანდახან რო გაწვიმებულიყო. რატო არ გააწვევა ღმერთმა? გიფიქრიათ ამაზე? იმიტომ რომ გაწვიმებულიყო, ხალხი დაიჯერებდა, რომ ღმერთი სწორს ამბობდა და ყველა შევიდოდა. და რა უნდა ღმერთს, რომ არ გადარჩეს ხალხი? არა, ღმერთს უნდა რომ შენ რწმენით დაიწყო ცხოვრება, იმიტომ არ ჩანს. ვინ მომყვება მე? გაიგეთ რა გითხარით. ამიტომ უფალი რასაც გეუბნება სიტყვაში, ეს ყოველთვის გეჩვენება ძალიან რთულად. ეს არის ძალიან ძნელი. და ღმერთს უნდა რომ გაიზარდო წმენაში. ამენ. დაიჯერო უნდა. ბოლო ღმერთმა თქვა, რომ გაწვიმდება. გაწვიმდა? ნუ კი შენ შეიძლება სულ მოკლე ხარ და დღეს გინდა ეს. იცი ღიობ ღმერთმა რა თქვა კიდე? განკურნებული ხარ. ამენ. და ამიტომ დამალულია ეს განკურნება. ჰალელუია. ღმერთმა თქვა მდიდარი ხარ. რატომ არის დამალული ეს სიმდიდრე? უნდა ირწმუნო და რაღაცები უნდა გააკეთო, რომ ღმერთმა გამოაჩინოს. ამენ. ამენ. ჰალელუია. ღმერთმა უთხრა აბრაამს, მომიყვანე შენი ძე და შემწირე. რა ადვილად წავიდოდა ნებისმიერი აბრაამის ჩათვლით, რომ ცოდნოდა, რომ იქ იყო ვერძი. მაგრამ არ ჩანდა. რატომ? რასაც აკეთებ წმენით უნდა აკეთო. აი რა არის დაშენებული ქრისტეზე? აი რას ნიშნავს ქრისტიანობა? ვინ გებულობს რაზე ვლაპარაკობ მე? თხილად იყავი და ყურადღებით მისმინე, რომ ეშმაკმა არ მოგფაროს არაფერი. ამენ. ღმერთს უნდა რომ აშენდე. მოდი კიდევ ერთხელ უთხარი შეზღუდით ვინც არის. აგაშენა ღმერთმა. ვინ შენდება დღეს? ჰალელუია. ამენ. უფალს უნდა რომ აქედან ისეთი აშენებული წახვიდე. რომ ხალხმა თქვას, ბიჭო ეს რა კორპუსი მოდის კაცი. ჰალელუია. ხალხს არ უნდა დამდაბლება და დამცირება. გესმით? ხალხს არ უნდა. მაგრამ იესო დამდაბლდა, დამცირდა და მაჩვენა რას ნიშნავს მონანიება. და თუ არ მინდა, კიდე ერთხელ დამდაბლდე და დამცირდე. მაშინ აღარ უნდა დაუშვა შეცდომა. ამენ. თუ არ გინდა დამდაბლება, რატო უშვებ შეცდომას? სწორად მოიქეცე. არის ლოგიკა ამაში? არა, უშვებ შეცდომას და უნდა რომ სხვა მოაგვაროს ეს შეცდომა. სხვა მოაგვაროს ეგ საკითხი. და ესე არ ხდება. ადამიანებს უნდათ იყვნენ გამოჩენილი. ძმებიც მივიდნენ. ოჯახიც მივიდა იესოსთან რამდენჯერ და უთხრა, ბიჭო, მიდი შენ, ხალხი დაგზდევს, შენ ხომ ესახარ, ისახარ. იესო არ წავიდა და ჯერ ჩემი დრო არავისო. მაგრამ ვისაც სახელდიდება უნდა, ის გაიქცევა. ამენ. ვისაც უნდა პრესტიჟის ამაღლება, ის გაიქცევა.
ღმერთმა იცის ყველაფერი და თავისი დრო აქვს ამ ყველაფერს. ჰალელუია. ამიტომ ნიადაგის მომზადება ძვირფასებო მისი ამოთხეს მონანიება, ღრმად ჩასვლა და იქ მუშაობა. ეს არის აღიარება. ამენ. ამ ღმერთო, მე მინდა განახლება ჩემს ცხოვრებაში. იესოს ჯვრის გარეშე არ არსებობს პატიება და გამართლება. შეწყვეტე თავის მართლება. ამენ. აბსოლუტურად. რა არის მონანიება? ჩვენ წინა მსახურებებზე ვიქადაგეთ, ხო მონანიება ძვირფასებო. ეს არ არის სიტყვა, ეს არის აზრის შეცვლა, შენ მთლიანად იცვლი აზრს. ეს მონეტის ერთი მხარე და მეორე მხარე რა არის მონანიების? შემოbrუნება 180 გრადუსით. ამენ? მე ვფიქრობ, რომ ესეა, ესე იქნება. შენ რას ფიქრობ? სწორედ ეს გყავს. ამენ? შენ ას იცვლი, უფალო მოდი, ერთი მითხარი, შენ რას ფიქრობ? მინდა ის ვიფიქრო, რაც არის შენი ფიქრი და აზრი. ეს არის ნახევარი საქმე და მეორე საქმე. 180 გრადუსით შემოტრიალება და წასვლა ღმერთისკენ. აი ეს არის მონანიება და არა ენი. კარგი, მონანიება. გებულობ? ამიტომ, როდესაც შენ თხრი, ამზადებ ნიადაგს, აღიარებ და უკვე მზად ხარ, აღარ იმართლებ თავს, სხვას არ აბრალებ არაფერს. ამენ? და მიდიხარ იესოსკენ, მიდიხარ ეკლესიისკენ, რომ ღმერთმა დაიწყოს შენი განვითარება. ამენ? იცით რას ამბობენ? როდესაც აშენდება შენობა, დრო არის საჭირო. ეგრევე არ არის, არ რთავენ ნებას, რომ იქ რაღაც სანტექნიკის და სხვა კეთილმოწყობები დაიწყო, იმიტომ ჟდება შენობა ძვირფასებო. ამენ? როცა ინანიებ და მიდიხარ ეკლესიაში, უფალი ადგილს გაძლევს და ჟდები, ილექები, მკვიდრდები. ამენ? ჰალელუია. იმიტომ უფალმა იცის დრო, როდის დაიწყოს იქ შენი გამოყენება. ჰალელუია. ეგრე ხარ? გამყარდი ეჭვების გარეშე. ამენ? და მერე დაიწყება დაშენება, როდესაც ჩაყრიან საძირკველს. ეგრევე არ იწყებენ შენებას, დრო არის საჭირო. ის უნდა გამაგრდეს, ერთმანეთს შეეთვისოს, გამყარდეს, მას რწყავენ და ასე შემდეგ. და დგება დრო, როდესაც ნელ-ნელა, ბოლომდე კი არა, რაღაც ეტაპზე, რამოდენიმე ცალი აგური და რამოდენიმე მწკრივი, რამოდენიმე რიგი. იმიტომ რომ გამყარებას აძლევენ საშუალებას, შენ უნდა დადგინდე, გაძლიერდე და აღარ კონდეს ეჭვები. ამენ? აღარ უნდა იმერყეო. ჰალელუია. ურთიერთობებში გამოგაწრთო სოფალი. ამენ? შემდეგ მე ვილაპარაკებ ძვირფასებო. ძალიან საინტერესო თემაა, მე მიყვარს. რომ ღმერთმა გითხრა რომ უნდა ვიყოთ ცოცხალი აგური. ამენ? ალბათ მომდევნო კვირისთვის ამას მოვამზადებ. წინასწარ გავფრთხილებთ, რომ მოგინდეთ მოსვლა. მაგარი რაღაც არის. ღმერთმა თქვა, ცოცხალი ქვები უნდა იყო. და რას ნიშნავს ქვები კედელში? ჰალელუია. ესე იგი, საძირკველი არის რა ძვირფასებო? მომზადება იმისთვის, რომ ღმერთმა დააშენოს. ამენ? იცით მალაქიაში უფალი რას ამბობს? მე მაინც ჩემებურად ავაშენებ, არიან ესეთები. ღმერთი ამბობს, მე მაინც დავანგრევ თუ შენ ააშენებ. ამენ? რამდენს გინდა აშენე, მე დავანგრევ. ამენ? ამიტომ ჯობს უფლის მიერ ააშენო შენი ცხოვრება. იმიტომ მთავარი არქიტექტორი არის ღმერთი. ებრაელების 3:4. ნახეთ? ყოველი და ყველა რაღაცას აშენებს, მაგრამ ყოველივეს აღშენებელი ღმერთია. გიხარია რომ ღმერთია აღშენებელი? შენ გონია რომ შენ აშენებ, მაგრამ ღმერთი აშენებს რას? რაც მის ნებაში შედის. ამენ? რაც მის ნებაში არ შედის, ვიფასებო, დაინგრევა. ყოველად ნუ ვიხარჯები. იესომ თქვა, რაც მამამ არ დარგო, ჩემმა ზეციერმა. ძილ ფესვიანად მოიფხრება, რაც არ უნდა ვაკეთოთ და კარგად. ის მაინც დაინგრევა და დაიმსხვრება. ამენ? ამიტომ უფალი მის ნებაზე, მის სიტყვაზე, მის ხედვაზე აგაშენებინებს. უცნობილესი სიტყვა 127 ფსალმონიდან. იცით ხო? თუ უფალი არ ააშენებს,
რა აზრი აქვს შენს გარჯანს? ყველაფერი გაქვს. არაფერი არ გაკლია, საუკეთესო მასალა. და უფალი არ აშენებს. ამიტომ უნდა დაელოდო რომ უფალმა ააშენოს. ამენ. უნდა ავშენდეს სულიერ სახლად, ღვთის ტაძრად. ჰალელუია. ვართ სულიერი ქვები და უნდა ავშენდეთ სულიერ კედლად. თვითონ კედელი ეს არის უსაფრთხოების ადგილი, თავდაცვის, საზღვრის სიმბოლო. საზღვრებზე არის ხოლმე კედელი. ფეხბურთი ვის უყვარს? როდესაც ჯარიმა, ხო? წინ იმართება ცოცხალი კედელი. ცოცხალ კედელს ეძახიან. რამოდენიმე სპორტსმენი დგას ესე, ამენ. და ეცდება რომ მეკარის მითითებით კუთხე დაუფაროს. ნუ პროფესიონალი მაინც ამ კუთხის მეშვეობით, ამ კედლის მეშვეობით მაინც მესი მაგალითად. იქ რაღაც ატრიალებს ამ ბურთს, მაგრამ ძირითადად პროფესიონალები, ვინც დგანან ამ კედელში, ეხმარებიან მეკარეს. კედელი არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი ჩვენ ცხოვრებაში. აუცილებელი. ეს იცის ეშმაკმა. და ისიც რას აკეთებს ეშმაკის ძვირფასებო? არასწორ კედლებსაც აშენებინებს ქრისტიანს. უპატიებლობის კედლებს, წყენის კედლებს, რომელიც თაობაში არის პროცესები ოჯახებში, საგვარეულოებში, თაობიდან თაობაზე გადადის. და არიან გამოტულები ერთმანეთთან. რატო? შეიძლება ვიღაცას უნდა რომ მივიდნენ ერთმანეთთან, მაგრამ კედელია აშენებული. მისცეს საშუალება ეშმაკს არ დაშენდნენ ქრისტეზე. ერთადერთი ვისაც ეს შეუძლია იესოს. მისი ჭკუით უნდა გაიარო. კიდე დაამსხვრიოს არასწორი კედლები შენ ცხოვრებაში უფალმა. კიდე დაშენდი ქრისტეზე. და ღმერთი ყველაფერს გააკეთებს. არის სიჯიუტის კედლები, ჭორების, ცილის წამების, სიხარბის, უპატიებლობის, უპასუხისმგებლობის, ჯიბრის ვიფასებო. ხალხს კედლები აქვს ჯიბრის აშენებული. ეჯიბრებიან ერთმანეთს. იმას აქვს მეც უნდა მქონდეს. რატო იცით? უფალმა ბრძანა არ ისურვოს ხვისი არაფერი. და ეშმაკმა აბა რისი ეშმაკია? განდომებს. ის არაფერი შუაში არაა, მას აქვს. მაგრამ შენ რომ მოგანდომოს ვიღაცას ხომ უნდა გქონდეს შენზე უკეთესი რაღაც. არ უნდა მოგინდეს. ისეთი მანქანა მინდა, ისეთი სახლი, ისეთი ფეხსაცმელი, ისეთი მოსაცხამი. ხო არ გინდათ ესეთი? ნახეთ, რა საინტერესო ისა გვაქვს. ჩანგრეუხის ხედავთ? ზემოთ რა წერია? ადამიანი, რომელიც სხვას არ პატიობს, არის ასეთი ადამიანები. იცნობ? ამტრევს ხიდს, რომელზეც თვითონ უნდა გაიაროს. მე მაზიანებს თუ არ გპატიობ, ესმით? არ აქვს მნიშვნელობა რა გამიკეთე. მე ვერ გავაგზელებ ძას. დიდება უფალს. სიამაყის კედლები, ასევე არის ვიფასებო ძალის კედელი. ზოგს გავლენა აქვს და მეგუდგომელია, ზემოდან იყურება, ზოგს ცოდნის, ზოგს სიმდიდრის, არხეინობის, ეგოიზმის, თავმოყვარეობის, უყვარს თავი რა ქნას. უფალმა თქვა რომ სხვა შეიყვარე, მაგრამ ამას ჯერ კიდევ მისი თავი უყვარს. თავის თავზე ზედმეტი წარმოდგენის კედელი. ამენ. და ამ ყველაფრის დამპროექტებელია ეშმაკი. ის ადვილად მოდის და გეუბნება, მე კარგ ფასებში დაგიპროექტებ და გაგიკეთებ. და იკეთება ადამიანი. და თვითონ არ არის თავისუფალი. ესეთი კედელი გამოცდას ვერ გაუძლებს. ამენ. ააშენეს ბაბილონის კედელი. ნახეთ, ძალიან კარგი შენობა იყო იმ დროისთვის, მაგრამ ღმერთმა დაანგრია. არ აქვს მნიშვნელობა რას ააშენებ. თუ ღმერთის ნება არ არის დაინგრევა. ამიტომ შეწყვიტე რაც არ არის ღმერთის ნება შენ ცხოვრებაში, დროზე. ამენ. ამიტომ შენება მარტო ის კი არ არის რომ რაღაცას აკეთებ და ესთეტიურ სიამოვნებას ღებულობ.
ეს დანახარჯია ძვირფასებო ფინანსების, დროის, ჯანმრთელობის, წლების. ვისთვის აშენებ? გესმით? წინა მსახურებაზე, ზიარებაზე მე ვილაპარაკე. შეიძლება გამდიდრდი და კარგია, მაგრამ ღმერთში უნდა გამდიდრდე. ყველაფერი აქ რჩება და იქ რომ მიხვალ, რა დაგხვდება? დაანგრიე, ყველაფერი არასწორი, დაანგრიე შენ ცხოვრებაში ბაბილონი. უთხარი შეზღვერდით მжდობს, დაანგრიე შენ ცხოვრებაში ბაბილონი. დაანგრიე იერიხოს კედლები. ამენ. ერთობით მოვიდა გამარჯვება, დაანგრიე იერიხოს კედლები. ჰალელუია. იცი, მარტო არ შეეძლო იესუას ამისი დანგრევა. ყველა ერთად უნდა ყოფილიყო. ჩვენ ერთად დავანგრევთ იმ კედლებს, რომელსაც იყენებს ეშმაკი, რომ არ გადარჩეს ჩვენი სახლეული. უფალმა თქვა, გადარჩები შენ და მთელი სახლი. შენ პირველ რიგში უნდა დაანგრიო იერიხოს კედლები, რომ შენი სახლი გადარჩეს და დაბრუნდეს. ამენ. სანამ არ დაანგრევ, ვერ მოვა ეს გადარჩენა. და ამას მარტო ვერ შეძლებ. და არც უფალი გაგაკეთებინებს მარტო. მას შეუძლია მარტო დაანგრიოს, მაგრამ მას უნდა რომ ჩასჭიდო ხელი შენს მოყვას. ამენ. არა შეიძლება ვინ მოგწონს, ვინ არა, ვინ გიყვარს, ვინ არა. ჩვენ ჭირდებით ერთმანეთს. ამენ. უფალმა დააწესა ეს. იმიტომ ერთობა ანგრევს და არა ვის რა შეუძლია და ვინ რა იცის. ჰალელუია. ზოგი რაღაცები ჩვენ ცხოვრებაში თავისით ინგრევა. გაქვს ესეთი შემთხვევები. ეჯო რაღაცა თითქოს გააკეთე და არ გამოგივიდა, დააპირე და არ წავიდა წინ. იცი რატო? ქვიშაზე ქონდა გაშენებული. ამენ. ვერ გაძლებს ვერაფერი, რაც ქვიშაზე არის დაშენებული. ღმერთმა გედეონს უთხრა ძვირფასებო, სამსხვერპლო ამიგეო, მაგრამ მანამდე უთხრა რომ ძველი სამსხვერპლო დაანგრიე. თუ ძველს არ დაანგრევ, აზრი არ აქვს ახლის კეთებას. არასწორი დაანგრიე და მერე აგაშენებინებს უკაცრავად, მერე აგაშენებინებს ღმერთის სწორს. და შეეშინდა გედეონს და წერია ღამე წავიდა და დაანგრია. თუ გინდა შენი ცხოვრება აშენებული იყოს, გინდა ძველი უნდა დაანგრიო. დადგათ რომ ძველი არასწორის დაანგრევის. ამენ. ნებისმიერი არ დაიწყო კითხვა, მე მიყვარს ეს. არ აქვს მნიშვნელობა. უთხარი უფალო, დამანგრევინე ყველაფერი ძველი, რომ ავაშენო ახალი. აბსოლუტურად ბოლომდე აღგავე პირისაგან მიწისა. აბსოლუტურად ყველაფერი. ამენ. პატარა იერემიასაც როდესაც მოიწოდა უფალმა უთხრა, მე მინდა ააშენო, მე მინდა დაარგო. მაგრამ მანამდე რა შეუძლება იცი? აღმოფხვერი და დაანგრიო. გესმით? ეკლესიასთან მესამე თავი ამბობს ვიფასება რომ ყველაფრის ჟამი და დრო არის. და იქ თუ წერია რომ არის დრო შენების, ასევე წერია არის გრევის დრო. თქვი ჩემ ცხოვრებაში დგება გრევის დრო. არასწორის გრევის. გინდა სწორი ააშენო. დაანგრია არასწორი. თუ ამას არ გააკეთებ, უფალი არ გააკეთებ შენს ნაცვლად. შენ უნდა იყო პირველი ეს ძალაყინი. ეს ურო. ამენ. და შენ უნდა მოიქნიო და უფალი მოგეხმარება და დაგანგრევინებს ბოლომდე. ჰალელუია. ჰალელუია. ამენ. ნახეთ ძვირფასებო, ადამიანი არის სული, ცხოვრობს ხორცში. ხორცი ყოველთვის ანგრევს იმას, რასაც შენი სული აშენებს. ნახეთ ილუსტრაცია. სული აშენებს, ხორცი ანგრევს. ერთმანეთს მუდმივად ეწინააღმდეგება შენი სული და შენი ხორცი. ამიტომ ვიდრე დაიწყებ დანგრევას და აშენებას, ჩამოაგდე ხორცი ტახტიდან, შენ დაბრძანდი, შენი სული დააჯინე ტახტზე და მაშინ მოახერხებ გამარჯვებას. აშენებინე სული წმინდას. ამენ. მე რაღაცნაირად კომპლექსი მაქვს, შეზღუდული ვარ. იცი რატო? შენ თვითონ გაქვს კედლები აშენებული შენი წარმოდგენის. და არის ერთი კარგი ილუსტრაცია. შემოხაზა კაცმა მისი ცხოვრება.
შენ იმ კედლებით ხარ შეზღუდული, რომელსაც თვითონ აშენებ შენს ირგვლივ. მე ვფიქრობ, ნახე, არასწორად შემომხედა, თქვა დათო. რას ფიქრობ, ეს სწორია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ერთიც ამას ფიქრობს. ნუ აშენებ ამის გამო კედლებს. ამენ? ის არ მომესალმა, და იმას რატო გაუღიმა. გესმით? ნუ ის ამით ეშმაკი გიშენებს კედლებს, რომელიც გატყვევებს. დიდება უფალს. ასევე არ ააშენო დროებითი. თვითფასებო არის ესეთი შეჯიბრებები, მაგალითად, ზამთარში ყინვისგან აკეთებენ და აგებენ რაღაცას, მაგრამ პირველ სითბომდე და მზემდე ის მერე უკვე დნება, არის ქვიშისგან აკეთებენ რაღაცებს, ნახეთ? რა ლამაზი რაღაცა ააშენა, მაგრამ იცი, დიდი ტალღა მოდის, აღარ იქნება ცოტა ხნის მერე. ისეთი რაღაცა არ ააშენო, რაც დროებითია. ამენ? შეხედე რას აშენებ. მოდა დროებითია, ჯიბრით კეთება, ვიღაცის ჭკუით და მიბაძვით. ეს დროებითია. ღმერთის ნებით, ღმერთში დაიწყე ყველაფრის გარკვევა, ვიდრე ააშენებ. ამენ? იესომ დაანგრია გაყოფის, სიძულვილის, ტრობის კედელი და ზღუდე. იცით, რა იყო, როდესაც იესო მოვიდა ძვირფასებო? ძალიან სერიოზული მტრობა და ქიშპობა წარმართებსა და ებრაელებს შორის. და არა მხოლოდ. გახსოვთ ხო, სამარიტელის ისტორია. სერიოზული კედელი იყო აშენებული ებრაელებსა და სამარიტელებს შორის. ოჯახები გადამტარებული არის დღეს. იესოს შეუძლია ეს დაანგრიოს. ეფესელთა 2:14. ის არის ჩვენი მშვიდობა. ამენ? მშვიდობა ის კი არ არის, რომ ვიღაცას ბუტე უთხარი. აღარ მინდა მაგი არ დამანახო და ნახე კარგად ხარ. შეგონია რომ კარგად ხარ. მაგრამ ერთი ამბობს, ყველაზე ცუდად ხარ. ამენ? გინდა მშვიდობა. მაშინ უფალს უთხარი ღმერთო, ყოველი არასწორი ზღუდე დაანგრია ჩემს ცხოვრებაში. ჩემს ოჯახში. ამენ? მან დაანგრია, იმიტომ ის არის მშვიდობა. მშვიდობა ყოველთვის აანგრევს არასწორს. ამენ? ყველასთან მშვიდობა იქონიეთო, ხო ამბობს უფალი. თუ არის შესაძლებელი, ესე იგი შეგიძლია ნახო რაღაცა. რომელმაც ორი ერთად აქცია და დაანგრია მათ შუა აღმართული ზღუდე. აი ვინ არის იესო? ამენ? თუ სწორად მოიქცევი, მტერთანაც შეგარიგებს. რატო? მშვიდობის ღმერთია. ამენ? იესო არის შალომი. მშვიდობა. გინდა მშვიდობა? იესო მოგცემს. მიდი და უთხარი უფალო. მომეციო კი არა. დაანგრიე რაც ხელს უშლის შენ მშვიდობას შენ ცხოვრებაში. დიდება უფალს. აღარ ააშენო რაც უკვე დაანგრიე. ბევრი ანგრევს, მერე ისევ აშენებს იგივეს. ინანიებს იგივეს აკეთებს. ძაღლი თავის ნარწყევს უბრუნდება. დაბანელი ღორი ტალახში მიდის. ინანიებს ადამიანი მაინც იგივე. ეშმაკი ნახეთ როგორ მანიპულირებს. და გალატელების 2:18-ში წერია. ვინაიდან თუ კვლავ იმას ვაშენებ, რაც დავანგრია, ამით დამნაშავედ ხვდით ჩემს თავს. აი საშინელი კრიმინალია ადამიანი, რომელიც იგივეს აშენებს. ღმერთი არ ჩაერევა თუ შენ ამის აშენება გინდა. ამენ? მაგრამ გავფრთხილებს, რომ დაინგრევა, იმიტომ ამით ვერ მიხვალე. დიდება უფალს. ნახეთ, ყოველთვის ყველაზე დიდი ცვლილებები ადამიანის ცხოვრებაში ხდება ძვირფასებო, არა იქედან გამომდინარე თუ რას ფიქრობ შენ, არამედ შინაგანად, იმიტომ რომ შენ სულს მუდმივად უნდა მშვიდობა. ხორცს არა. გინახიათ პროცესი როგორ იჩეკება წიწილა? გიყვართ წიწილები? შენ თუ ძალიან გინდა წიწილა ნახო და უკვე დრო არის გამოჩეკის და მიხვალ და ჩაქუჩით დაიწყებ გატეხვას ამ ნაჭუჭის. მოკლავ წიწილას. მაგრამ წიწილა როდის გადარჩება, იცი? შიგნიდან რო ტეხავს ნაჭუჭს. შიგნიდან უნდა დაიწყო ამ ყველაფრის კეთება. ამენ? ყოველთვის ყველაზე დიდი ცვლილებები
ადამიანის ცხოვრებაში დაწყებულა, როცა შიგნიდან ყოფილა გარდატეხა. ნახეთ, წიწილა გაჩვენებთ. რასა დედა ლაკაია ამბობ? მეც მითხარ დედა ლაკაია. უთხარ შენს გვერდით ვიცი, დედა ლაუკოთ ლაკაია. უთხარი მამაში. ლაუკოთ ლა. ჰალელუია. გოგო მითხარი. ჰალელუია. ამენ ძვირფასებო. კარგით, ნელ-ნელა დავასრულოთ. მომყვებით დღეს მე. შენდებით. ჰალელუია. იცი გაოფრთხილდი ამ ნაშენს. წერი ყავს მას. როცა იცი ნეემიას და ეზრას ისტორიების საოცარი ახლა დღეს ამისი დრო არ მეკდება რომ ვილაპარაკო ამაზე. რა არ გააკეთეს რომ აღედგინათ კედელი ძვირფასებო. იმიტომ როდესაც შენ სწორ კედელს აშენებ, მტერი გაიღვიძებს. სანაბალატის სული დღესაც არის და მისიც მაკაცების. ის ყველაფერს გააკეთებენ ისინი, რომ არ გაგაგზელებინონ და საერთოდ დაგანგრევინონ. მაგრამ თუ არ შედრკები და არ შეუშინდები, უფალი ბოლომდე მიგაყვანინებს. ამენ. თუ არასწორს აშენებ, მაშინ ეშმაკი ბაირამობს. გეუბნება მიდი გას ყველაფერს მოგცე. ის არ გაფრთხილებს, არ გეუბნება რომ ეს ყველაფერი დაინგრევა ბოლოს. ჰალელუია. გება ჩვენს ღმერთს. იცით, ღმერთის განდიდება და ლოცვა ანგრევს არასწორ და ტყვეობის საძირკვლებს. როცა პავლე და სილა იყვნენ დაპატიმრებული, ბორკილებით კი არ ტიროდნენ და წუწუნებდნენ. იცით რას აკეთებდნენ? ღმერთს ადიდებდნენ და ლოცულობდნენ. დაანგრიე წუწუნი, ძალიან დიდი კოშკი რო გაქვს აშენებული და უმადურობა და დაანგრიე ულოცველობა. ამენ. დაიწყე ლოცვა მუდმივად და დაიწყე გამდიდება ღმერთის და დაიმსხება. არა მხოლოდ ბორკილები დასცვივდათ, ყველა პატიმარი განთავისუფლდა და მიწისძვრა მოხდა. კიდე შენ ცხოვრებაში სულიერში მოხდეს მიწისძვრა დაიმსხეს არასწორი. ამენ. ძვირფასებო, გენიალური გამონათქვამია ქართული. წვეთი კლდეს ხეთქავს. კლდეს პატარა უსუსური წვეთი. რატომ? რომ ის მუდმივია. იყავე მუდმივი ლოცვაში და ნახავ როგორ დაინგრევა არასწორი ეშმაკის მიერ აშენებული. იცი არ ჩანს ადამიანის ცხოვრებაზე რომ ის ტყვეობაშია და რომ მას აქვს ბორკილები და გონია რომ კარგად არის. უფალს უთხარი, უფალო დაამსხვრე ყოველგვარი უხილავი ბორკილი ჩემს როც ხელს მიშლის რომ ვიყო შენი მიმდევარი ნამდვილი და დავშენდე შენზე. ჰალელუია. ამენ. ასევე ძვირფასებო, ეს ერთი ფრთა არის ქრისტიანის ლოცვები, განდიდება. ამენ. მეორე ფრთა ბიბლიის კითხვა და შესრულება. ერთი ფრთით იფრენს ჭიტი. მეორეთი ორივეა საჭირო. ლოცულობ, ითხოვობ. ლოცულობ, ითხოვობ. დასრულებ ამ სიტყვას. ნახეთ. საქმეების 20:32. ახლა კი ძმებო მოგანდოთ უფალს და მისი მადლის სიტყვას, რომელსაც შეუძლია აგაშენოთ და ყველა განწმენდილს შორის მოგცეთ სამკვიდრებელი. ნახე ღმერთს, არა მხოლოდ აგვაშენებს, იქა მოგცემს, მაგარ ბაიტს. ბაიტი ებრაული სიტყვა, შემდეგ ჟარგონად აქციეს პლატნოებმა. გინდა იქ კაი ბაიტი გქონდეს? რას შენს წარმოდგენებში არ ჟდება, თვალს არ უნახია, გულს ვერ წარმოუდგენია. ის არის მომზადებული, გახაზირებული. ამენ. ამენ. ამიტომ ნახე, მისი მადლის სიტყვა აგაშენებს და წმინდანებთან სამკვიდრებელს მოგცემს. ამენ. ვიღაცის სიტყვა კი არა და ინტერესი უფლის. ამიტომ დაამსხრიე უკითხველობა. ჯერ ამსხრე ულოცველობას, მერე უკითხველობა გრაფიკში ჩაჯექი და იკითხე ბიბლია.
ახე პაროლს გაძლევს უფალი, ფორმულას გაწვდის. შენ უნდა წაიკითხო. ამენ. ის არ წაიკითხავ შენს ნაცვლად. ვესწრაფოთ ძვირფასება ერთმანეთის აშენებას და მშვიდობას. ამენ. ვესწრაფოთ. რომაელებში პავლე მოციქული ამბობს. ჰალელუია. სწრაფი იყავი ამაში, რომ ავაშენოთ ერთმანეთი. იმიტომ რომ ერთმანეთის აშენება გვაძლევს რა ძვირფასებო? სიმყარეს. ამენ. ბიბლიასთან ურთიერთობა გვაძლევს ღმერთთან ურთიერთობის საშუალებას, სიახლოვის საშუალებას. ჰალელუია. დერეკ პრინს აქვს საოცარი, საერთოდ ოჯახებზე ბევრს ლაპარაკობს და ძალიან მაგარ რაღაცებს ამბობს. იკითხეთ დერეკ პრინსის წიგნები. ის ამბობს, რომ თავარი საძირკველი ოჯახში ცოლ-ქმარს შორის. აი ის კი არ არის, აი მაგალითად ჯვრის წერის ცერემონია და რაღაც ეს ლამაზი ქორწილი, კარგი, თქვათ, სამოსი და ცოტა შემაღლებულზე მათი დაბრძანება. არამედ ძირითადი საძირკველი, საფუძველი იყრება, როცა ხასიათებს აცნობენ ერთმანეთს. ამენ. მერე რო არ მოხდეს რაღაცები, რომ კითხვა რო არ გაჩნდეს, გინდა ქორწინებაში, რომ ბიჭო სწორი და ბიჭი გადავდგი თუ არა. ეხლა თუ სულს ამომიყვანს პირს, საერთოდ გავეყრები. ნუ კაი შანსს მივცემ, ეს რო არ მოხდეს. მანამდე ჩაყარე საფუძველი, გაიცანე. ამენ. ჰალელუია. კარგით. დიდება უფალს. სწრაფად უნდა წავიდეთ. მოდით ნახოთ ერთი მოსაზრება. შემდეგი. შეუძლებელია გონებრივად ან სოციალურად დაიმონო ერი, რომელიც ბიბლიას კითხულობს. ბიბლიური პრინციპები უდევს საფუძვლად ადამიანის თავისუფლებას. ვერ დაიმონებ ადამიანს, რომელსაც ბიბლიასთან აქვს ურთიერთობა. ამენ. ის მხოლოდ უფლის მონა და სხვა არავის და არაფრის არანაირი შეხედულების და მიმდინარეობის მონა არ გახდება. ჰალელუია. იყავი გუნდური და აშენე კედელი. ამენ. კედელი არის აგურების ერთობლიობა. შეიყვარე შენი მოყვასი. ჰალელუია. შეიყვარე შენი მოყვასი, როგორც არასოდეს ისე. შემდეგი ძვირფასებო. უბრალოდ ამ მოსაზრებებს მინდა მივაქციოთ ყურადღება. ისააკ ნიუტონს აქვს გენიალური გამონათქვამი. ნახეთ რას ამბობს. ჩვენ ვაშენებთ ძალიან ბევრ კედელს და ძალიან ცოტა ხიდს. ძალიან ბევრ კედელს და ძალიან ცოტა ხიდს. ნახეთ ხიდები, ხელით, შეერთების ხელით, სიყვარულის ხელით, დახმარების ხელით უნდა იყოს შეერთებული ერთმანეთთან. ამენ. ნუ ელოდები, რომ სხვა როდის გამოგიწვდეს ამ ხელს, შენ გაუწოდე. ამენ სოლომონ. ამენ, შენ გაუწოდე. შენ იყავი პირველი. დიდება უფალს. უგუნურია ვინც ისმენს სიტყვას და არასრულებს. ის გავს იმას, ვინც სახლი აშენა ქვიშაზე. ნახეთ, ქვიშაზე აშენებული სახლი. ქარიშხალი, მიწისძვრა, ტალღები დაინგრა. მაგრამ გონიერია ვინც ჩაუღრმავდა, ამოთხარა საძირკველი, კლდე იპოვა და კლდეზე დააშენა. ესეთი სახლი გაუძლებს ნებისმიერ ქარტეხილს. იესოს სახელით და ყველა უფალზე აშენებულმა დღეს აქ. თქვა? ამენ. ჩვენს უფალს ვიფასებო, მოდით წამოვიდეთ. ება უფალს. ჰალელუია.